საღამოშვიდობისა დღის მთავარ თემებს ეთუნა ინსკირველი გაგაცნობთ. Ხედეთ განან ასე ფეხებ გაჩაჭყულები ავტომატებით ხელს იმყოფებოდნენ თუ არა რუსი ოკუპანტები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან სუსის წარმომადგენლის და სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციები. აღნიშნულ მონაკვეთზე არ დაფიქსირებულა არანაირი ინციდენტი. რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებული. რა მოხდა სოფელ ხურვალეთში? აუცილებლად უნდა გვითხრათ რა ხდება სოფელში ან უნდა გაგვაკარო შეგვისმით რატო გვიკეტავთ გზას როგორ არა პრობლემა რაღაცა ხდება იდენტიფიცირება და დაკავება უნდა მოხდეს კონკრეტული პირებისა ვერ ხდება ან არ ხდება კიბერშეტევა ქვეყნის უმსხვილეს ბანკზე რა ეტაპზეა და რატომ გაჭიანურდა სკანდალური საქმის გამოძიება დანაშაულების გამოუძიებლობა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისინი დგანან უკან, ხელისუფლება დგას ამ ფაქტების უკან. ვის უმტყუნებს ნერვები? ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს. კახარია საერთოდ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას, ვინაიდან კახარიას აქვს ყველა შემთხვევაში გამოძიებაზე ზეწოლის ბერკეტი. ამ წუთში სუტყუილები ლაპარაკედა, ვინმეს რა გიკვირს, დაჯექი ლევანი. ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში. ეს ხარვეზი იყო თუ არის? ხარვეზი არის და მე ჩვენ ეს თქვით და ხარვეზი სწორია. ესეთი ფაქტები რომ ასობით არის შემთხვევით არის? მე ამჯერად შემთხვევით ვარ. თბილისის გენგებმა დამტკიცებულია ბოტანიკური ბაღი და მზიური ოპოზიციის პროტესტი და კალოზისთვის ისტორიული დღე. ხარვეზი დოკუმენტი თუ ივანიშვილის ინტერესი. სამართალდამცველები და სამოქალაქო აქტივისტები ხურვალეთის შესასვლელთან ისევ რჩებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის ძალაერთობაში ასწევრები ხვალ დილით სოფელში შესვლას და ბაღების დათვალიერებას გეგმავენ. დღეს კი სოფლისკენ მიმავალი გზა დღის მეორე ნახევარში გახსნეს, სადაც დილიდან გადასვლა აკრძალული იყო. საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის გასაცნობა ჟურნალისტები პოლიციელებმა სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტომობილებით გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა გზა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც ადგილობრივმა ინფორმაცია გაავრცელა სოფელში შეერაღებული რუსის სამხედროების შეჭრის შესახებ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ყოფნას არ ადასტურებდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. რა ხდება ახლა ადგილზე? ბოლო ინფორმაციებით ქეთევან გრიგორაშვილი გვერდება. ხურვალეთიდან დაახლოებით 2-3 კილომეტრში ვიმყოფებით, სადაც ისევ რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები, მათი მცირე ნაწილი ყოველ შემთხვევაში მოთხოვნით, რომ სამართალდამცველებმა მათ მიცეს შესაძლებლობა, რომ შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იმყოფებოდნენ რუსი ოკუპანტები, გულისხმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას. ეს ინფორმაცია პირველმა გააჟღერა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დაწერა, რომელიც ითხოვდა, ასე ვთქვათ, შველას და ამბობდა, რომ ნამდვილად დაინახა რუსი ოკუპანტები, შეიარაღებულები და ითხოვდა, რომ მოქალაქეები ჩამოსულიყვნენ სწორედ სოფელ ხურვალეთში. ამის შემდეგ უკვე როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ასევე ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიისკენ წამოვედით და რამდენიმე საათის შემდეგ მოგვცა შესაძლებლობა სამართალდამცველებმა, რომ მედიის წარმომადგენლები შევსულიყავით იმ ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით იმ ტერიტორიის მახლობლად, უკაცრავად, სადაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსმა ოკუპანტებმა დადგეს სათვალთვალო კოშკურა. ადგილზე ჩვენ შევძელით გავსაუბრებოდით ადგილობრივებს, მათი ნაწილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თუმცა ქალბატონი, რომელმაც ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველმა საკუთარ პოზიციას არ ცვლის და ამბობს, რომ საკუთარი თვალით დაინახა ნიღბიანი და შეიარაღებული პირები. განან ასე ფეხებ გაჩაჭყულები ავტომატებით ხელში. სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალია იხსენებს, როგორ დაინახა ადგილობრივების ბაღებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. მისივე თქმით, შეიარაღებული ოკუპანტების მობილიზების გამო მოსახლეობა საკუთარ ბაღებს ვერ უახლოვდება. დიდგრინ ეზოში იყვნენ შემოსულები, ერთი 8 კი იყო. სულიად შემთხვევით გადავეყარე მე მაგათ. გავიხედეთ განან ასე ფეხებ გაჩაჭყულები ავტომატებით ხელში, რუსები და ნიღბები.
ლუდესალიას ამ განცხადების შემდეგ სოფელ ხურვალეთში სამოქალაქო აქტივისტები ჩავიდნენ, რომლებიც ადგილზე მობილიზებულმა ქართულმა სამართალდამცველებმა ხურვალეთში არ შეუშვეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები საზოგადოებას სოფელში ჩასვლისკენ მოუწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე სამოქალაქო პატრულირების ფარგლებში არაერთხელ ჩამოსულან. შესაბამისად აქტივისტებისთვის გაუგებარია, რატომ არ აძლევდა მათ პოლიცია სოფელში შესვლის უფლებას. ჩამოვიდეთ გახარი აქ. ჩამოვიდეთ გახარი და პასუხი გაგვცა საზოგადოებას. იქიდან წერს ხალხობანი რომ რაღაც ხდება. დიახაც განან რუსი ოკუპანტები და ეს დადასტურდება ძალიან ცოტა ხანში. კონკრეტულადაც შემიძლია ვთქვა, ეს არის სასაფლაოს სტრატეგიული მაღლობი, სადაც სასაფლაოა ხურვალეთში და სადაც რუსი ოკუპანტები არ იდგნენ და ერთი კვირის წინ თუნდაც ერთი კვირის წინ ჩვენი თავისუფლად გადავადგილდებოდით პატრულირებას ვახორციელებთ. ამ ნაწილს არასოდეს არ გეტავდა ქართული პოლიცია და პლუს ამას მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ჩამოვიდა, უბრალოდ მოვდიოდი ისედაც ხურვალეთში, რაღაცა მოხუცებულთა თავშესაფარში და ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც დაინახა, რომ ბევრი სამხედრო მანქანა შევიდა ჩვენი, რაც ბუნებრივი რაღაცა ეჭვს პატევს, იმიტომ რომ ტყუილად ესეთი. არაფრის გარეშე ეს ყველაფერი არ დაიწყებოდა. არც მედიას და არც სამოქალაქო აქტივისტებს ქართველი სამართალდამცველები სოფელ ხურვალეთში არ უშვებდნენ. სუსიკი გვარწმუნებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოება გვეუბნება, რომ ხურვალეთში არც რაიმე ინციდენტი და არც ბორდერიზაციის პროცესი არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე არ დაფიქსირებულა არანაირი ინციდენტი. ისევე როგორც არ არის დაფიქსირებული ბორდერიზაციის ახალი კერა, როგორც ხედავთ, ადგილზე პატრულირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განვაცხადო, მოვუწოდო ყველას თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან ან განცხადებისგან, რამაც შეიძლება მოახდინოს სიტუაციის პროვოცირება. ხურვალეთში რუსი სამხედროების მობილიზება უარყო ევროკავშირის საადამკვირვებლო მისიამაც. არადა მომხდართან დაკავშირებით სულ სხვა ვერსია აქვს გორის მერს. კონსტანტინე თავზარაშვილმა საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ხურვალეთში ოკუპანტები იყვნენ, თუმცა შეცდომით, რადგან მათ საქართველოს კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი ტერიტორია ხშირად ეშლებათ. სუსის განცხადების შემდეგ ხურვალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტებისა და საზოგადოებისთვის უფრო მეტი კითხვები გააჩინა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გვითხრა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებული საოკუპაციო ხაზს მიღმა. დღეს თქვენ იცით, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთეს განცხადებები მის თაობაზე, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლისა, ან წვდომისა, ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ ეტაპისთვის ინციდენტი არის განმუხტული. რა მოხდა სოფელ ხურვალეთში და რა გახდა დაძაბულობის მიზეზი დაზუსტებით უცნობია. თუმცა ხურვალეთის მკვიდრი ლუდესალია ამბობს, რომ მოსახლეობა დაშინებულია. როგორ შეიძლება ეს ადამიანმა უარყოს, რაც იქ იყო, დანარჩენები იდგნენ ჩემზე ადრე იყვნენ იქ მისვლები და ჩემზე ადრე დანახეს, მაგრამ ყველა არის დაშინებული და ხმას არ იღებს არავინ. როგორც ჩემს ზურგს უკან ხედავთ, ისე რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე, მთელ ღამეს გაათენებენ, როგორც მათგან მივიღეთ ინფორმაცია, სამართალდამცველები მათ დაპირდნენ, რომ დილით უკვე დაახლოებით 8 საათისთვის ექნებათ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ სოფელ ხურვალეთში, საიდანაც მათ ახლა დაახლოებით 3 კილომეტრი აშორებთ. ბოლო ინფორმაციებით ხურვალეთიდან ქეთევან გრიგორაშვილი გვერდებოდა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემაშფოთებელი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. როს უილსონის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონიტორინგს უწევენ. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ოკუპირებულ გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის უმძიმესი ფაქტია.
ტრაგედია. ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას Twitter-ზე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საელჩოც ვწუხართ აფხაზეთში რუსულ ობიექტზე დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს. მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამაზე განმარტების გაკეთება. ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების არ შეშვება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ასეთ ტრაგედიებს შესაძლებელს ხდის, ვკითხულობთ განცხადებაში. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია. ჩვენი სურვილია რეგიონში იყოს სიმშვიდე, რომ მსგავსი მოვლენები აღარ გაგრძელდეს და იყოს დეტალურად გამოძიებული. ის ფაქტი, რომ გატაცებული ახალგაზრდა საელჩო ვითარებაში დაიღუპა მაშინ, როცა დაკავებული იყო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის უმძიმესი ფაქტია. ცხადია, რომ ეს არის რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის ქმედების შედეგი. ყველასთვის გასაგებია, რომ მსგავსი ნაბიჯები ქართული მხარის დასუსტებას ემსახურება. 5,000 ლარის სამკათხალუჩი ტურისტი ეგვიპტიდან ირწმუნება, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ახმედ მუჰამედი დეტალურად ყვება, როგორ აიძულეს 60 ლარიანი ღირებულების სასმელში ბარათიდან 5,000 ლარამდე გადაეხადა. ტურისტი ამბობს, რომ დაემუქრნენ ამ წუთებში დაზარალებული საგამოძიებო უწყებაში იმყოფება და გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკვე ჩატარდა წინა საგამოძიებო მოქმედებები და გამოიკითხნენ ბარის თანამშრომლები. მანამდე გიორგი კიკაბიძე მოგვიყვება, რას ამბობს დაზარალებული. დიახეთუნა ეგვიპტელი ტურისტი ამ წუთებშიც იმყოფება პოლიციაში უფლებადამცველთან ერთად. დაზარალებული უკვე 2 საათია, რაც პასუხობს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს და დაზარალებულისთვის უცნობია, რატომ გახდა ხელმეორედ მისი გამოკითხვის და პოლიციაში მოსვლის აუცილებლობა, ვინაიდან მას თავდაპირველად ჰქონდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება შეწყვიტა და საქმე დაიხურა, თუმცა ჩვენ ამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ წინა საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, გამოიკითხა როუზბარის თითქმის ყველა თანამშრომელი და მიმდინარეობს გამოძიება 180 მუხლის მეორე ნაწილით. რაც შეეხება შემთხვევა მოხდა ორშაბათს, ეგვიპტელი ტურისტი ირწმუნება, რომ მას როუზბარში 3 ლუდისთვის 5,000 ლარი გადაახტევინეს. ეს კი მოხდა, როგორც თავად ამბობს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის საშუალებით. საქართველოში 2 კვირით ჩამოვედი. გასულ კვირას როცა ყაზბეგის ტური დავასრულე, გადავწყვიტე გასართობად წავსულიყავი. ტაქსისტი მეუბნება, რომ გასართობად კარგ ადგილს მიმასწავლიდა. მითხრა, რომ იცოდა ეგვიპტელი ვიყავი და მხოლოდ 50 ლარს გამომართლებდა. უპასუხე, რომ აქ ტურისტულად ჩამოვედი, რაზეც მითხრა, რომ არ მენერვიულა. უთხარი, რომ მხოლოდ სახლში წასვლა მინდოდა. მან კლუბში წამიყვანა, სადაც შესასვლელად 50 ლარი გადამახტევინეს. როდესაც ბარათის პინკოდს ვკრებდი, დავინახე, რომ ყველა ჩემ პინკოდს უყურებდა. შემდეგ ჩემთან გოგო მოვიდა და ცეკვა შემომთავაზა. შემდეგ კი სასმელი მომთხოვა. ვიფიქრე ლუც ვუყიდი. მითხრეს, რომ 20 ლარი ღირდა. შემდეგ რამდენიმე გოგო მოიყვანა. მათაც სასმელი ვუყიდე. შემდეგ ქვითარი ვნახე, რომელიც დაბეჭდილი არ იყო. იქ 5,000 ლარამდე ეწერა. მიპასუხეს, რომ შამპანიური 1,300 ლარი ღირდა. უპასუხე, რომ ამის შესახებ არ ვიცოდი. შემდეგ ოთახში შემიყვანეს, სადაც 7 დაცვის წევრი გარშემო მეხვია. თან იარაღები ჰქონდათ და ჩემს ცემას აპირებდნენ. შემდეგ მაჩვენეს ჩანაწერი, როგორ ცეკვავდი იმ გოგონასთან და დამაშანტაჟეს, რომ ჩემ ახლობლებს აჩვენებდნენ და ეს ჩემთვის სკანდალი იქნებოდა. მე უპასუხე, რომ მაინც არ გადავიხდიდი და მხოლოდ 60 ლარს მივცემდი. შემდეგ აპარატი მოიტანეს. ჩემი პინკოდი შეიყვანეს და მითხრეს, რომ წამოვსულიყავი. ძალის გამოყენებით გამოართვეს ბარათი, პინკოდი უკვე დამახსოვრებული ჰქონდათ, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მათ შეიყვანეს პინკოდი და თვითონვე მოხსნეს მისი ანგარიში და 5,000 ლარი. შემდეგ ამ ყველაფრის შემდეგ სტუმარი გამოაძევეს ბარიდან. ამის შემდეგ ძველი თბილისის რაიონის მესამე განყოფილებაში მოვიდა და მას შემდეგ დღევანდელ დღემდე ეძებს სამართალს, რომელიც ჯერჯერობით ვერ იპოვა. ეგვიპტელი ტურისტი ირწმუნება, რომ 3 კათხალუდისთვის მას იძულებით და ძალადობით გადაახტევინეს 5,000 ლარი. აჰმედ მუჰამედმა გახარიას სახელზე დაწერა წერილი. ის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს დროულ და მყისიერ რეაგირებას მის საქმესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეგვიპტელმა ტურისტმა გამოაქვეყნა YouTube-ზე სპეციალური მიმართვა და ამ მიმართვაში ის დეტალურად ყვება
ორშაბათ დღეს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ის გაძარცვეს და დაემუქნენ და გადაახტევინეს იძულებით 5,000 ლარი. ეს ყველაფერი მოხდა, როგორც თქვენ კომენტარიდან მოისმინეთ, როუზ ბარში. ტურისტი ჩვენთან ინტერვიუში ყვება, რომ ის საქართველოში აღარ ჩამოვა, ვინაიდან ამბობს, რომ ეს ქვეყანა მისთვის უსაფრთხო არ არის. გიორგი კიკაბიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქმე კომპლექსურია და ველოდებით ექსპერტიზას. ასეთი პასუხი აქვს გიორგი გახარიას უწყებას 7 თვის წინ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. TBC ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმის ძიება, რომ გაჭიანურებული ამაზე ოპოზიცია და იურისტებიც საუბრობენ. უფრო მეტიც პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გიორგი გახარიას მისამართით არსებული სკანდალური ბრალდებების გამო ბანკზე კიბერთავდასხმის საქმე პროკურატურამ უნდა გადაიბაროს. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი თანამდებობა დატოვოს. TBC ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმე არის კომპლექსური. ჩვენს მიერ დადგენილი IP მისამართიდან კი ამოღებულია რამდენიმე ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე. ასეთი პასუხი აქვს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით, რომლის ძიებაც უწყებამ გასული წლის 17 ივლისს დაიწყო. რა მისამართიდან მოხდა კომპიუტერული ტექნიკის ამოღება, ამ შეკითხვას ძალოვანი უწყება არ პასუხობს. პირველის ინფორმაციით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი მისამართი იდენტურია იმ ადგილისა, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში ახსენა. საუბარია რუსაველის 12 ნომერში მდებარე კომპანია შპს გრევიცე, საიდანაც TBC ბანკის თანამშრომლებს ვირუსი გაეგზავნათ. რატომ ან ვისი დაკვეთით გაიგზავნა ვირუსი, ამ შეკითხვაზე პასუხი გიორგი გახარიას უწყებას ჯერ არ აქვს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კი ვარაუდობს, რომ კიბერშეტევის უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. ასეთი კიდევ ერთხელ ვამბობ, მარტივი დანაშაულების გამოუძიებლობა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისინი დგანან უკან, ხელისუფლება დგას ამ ფაქტების უკან და შესაბამისად ნებისმიერი ადამიანისთვის ხელის მოკიდება შესაძლებელია ძალიან მძიმედ დაუჯდეს, იმიტომ რომ არავინ იცის ნერვები ვის როდის უმტყუნებს, თუ კი იქ საპატიმროში აღმოჩნდებიან. მინიმუმ ხელისუფლება ვალდებული იყო იმაზე, ის მაინც ეპასუხა მათთვის და დაემტკიცებინა უბრალოდ პასუხი აქ არაფერს არ უშველის, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიება არასწორი შედეგით დამთავრდა და ყველაფერი რაც მათ მიაწოდეს შესაძლოა იყო ტყუილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იძულებული უნდა ყოფილიყვნენ, რომ მინიმუმ ეს ადამიანები დაკითხვაზე დაებარებინათ. იმ დილასვე, როდესაც მამუკა ხაზარაძემ გააკეთა განცხადება საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, ყველა საქმე, რომელიც ხაზარაძესთან რაიმე ფორმით იყო დაკავშირებული, შესაძლოა უნდა წასულიყო სხვა საგამოძიებო უწყებაში. გიორგი გახარიას უწყების მიერ დაწყებული გამოძიება, რომ პროკურატურამ უნდა გადაიბაროს, ამაზე საუბრობენ თავისუფალ დემოკრატებშიც. უფრო მეტიც ლევან სამუშია ამბობს, რომ გამოძიების ობიექტურობისთვის თანამდებობა მინისტრმაც უნდა დატოვოს. გახარიას საერთოდ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას, ვინაიდან გახარიას აქვს ყველა შემთხვევაში გამოძიებაზე ზეწოლის ბერკეტების, რომ არ ხორციელდება გამოძიება, ეს უკვე პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური ნიმუში და მაგალითია. TBC ბანკზე განხორციელებული შეტევა არა მარტო ბანკის, არამედ მისი მომხმარებლების საქმეცაა. ასეთი პოზიცია აქვს სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით იურისტ ლევან ალაფიშვილს. მისივე თქმით, როდესაც ძალოვან უწყებას ამ დრომდე არ მოუხდენია დამნაშავეების იდენტიფიცირება, ეს აჩენ შეკითხვებს, რატომ ვერ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეს. ან გამოძიება ვერ მიდის კარგად, ან გამოძიება კი მიდის, მაგრამ დასკვნით ეტაპზე ან მნიშვნელოვან ეტაპზე, სადაც დაკავება, იდენტიფიცირება და დაკავება უნდა მოხდეს კონკრეტული პირებისა, ვერ ხდება ან არ ხდება. მე როგორც კონკრეტული ბანკის მომხმარებელიც კი შეიძლება გავხდე დანაშაულის, კიბერდანაშაულის მსხვერპლი და სახელმწიფომ ეფექტური რეაგირება ამაზე არ მოახდინოს. ეს არის მხოლოდ TBC-ის ან რომელიმე ერთი ბანკის საქმე. ეს მისი მომხმარებლების საქმეა. TBC ბანკზე კიბერშეტევა 2018 წლის 16 ივლისს განხორციელდა, როგორც ღამის ამბების მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ წერილებში წერია, მამუკა ხაზარაძეს საქმის ძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გიორგი გახარიას უწყება თითქმის ნახევარი წელი არ აწვდიდა. კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს მხოლოდ იმას, რომ ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. არაფერი ვიცით დაიკითხა თუ არა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ვინმე, მათ შორის იმ კომპანია შპს გრევიცის მფლობელი, საიდანაც ბანკში ვირუსი გაიგზავნა. როგორც ტელეპიროლმა გაარკვია, გრევითი 1995 წელს დაბადებულ იური მურადიანს ეკუთვნის, რომელიც უკვე მეორე დღეა ტელეპიროლის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, კამერებს კი ემალება.
ანაკლის სპორტის პროექტის დონორი ორგანიზაციების 8 პუნქტიანი შენიშვნების სია უკვე გადაგზავნილია მთავრობაში ჩამონათვალიდან მთავარი, რასაც დონორები სახელმწიფოს თხოვენ ტვირთბრუნვის გარანტია. საუკუნის პროექტი განხორციელებული და სამომავლოდ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა დღეს ანაკლის განვითარების კონსორციუმმა მესამე სექტორის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. შეხვედრის დაწყებამდე კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ გზავნილებზე, რომლებსაც TBC-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ინვესტორებისგან იღებენ. მესამე სექტორის ეჭვის საპასუხოდ, რომ მთავრობა ანაკლის პროექტიდან მამუკა ხაზარაძის ჩამოშორებას ცდილობს, კონსორციუმში ამბობენ, რომ ვერავინ წაშლის პროექტის განხორციელებაში ანაკლის განვითარების კონსორციუმის წვლილს. ანაკლის განვითარების კონსორციუმში უჭირთ პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენების საუკუნის პროექტის გარშემო. ნაკლებად ოპტიმისტური შეფასების მიზეზი TBC-ის გარშემო განვითარებული მოვლენები და ამ პროცესის გამო მთავარი ინვესტორებისაგან მიღებული გზავნილებია. კონსორციუმში ამბობენ, რომ TBC ბანკის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა პორტის მშენებლობა დააზიანა. მესამე სექტორის შეფასების საპასუხოდ, რომ შესაძლოა ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები პორტის მშენებლობიდან მამუკა ხაზარაძის ჩამოშორებას ემსახურებოდეს. ამბობენ, რომ მიდგომა არასწორია, რადგან ვერავინ წაშლის და დამალავს კონსორციუმის წვრილ სპორტის მშენებლობის პროცესში. 4 წელი ასე ვთქვათ ამ პროექტში ვარ ჩართული და მე ვინც ცდილობს იმას, რომ ასე ვთქვათ გულუყოს ჩვენი წვლილი ამ პროექტის დრამდე მოყვანაში, ეს იქნება არასწორი. როდესაც არის არატრანსპარენტული გარემო და როდესაც არის კონკრეტულად რაღაც პროექტზე მიზანმიმართული ზეწოლა, ეს არა მხოლოდ კონკრეტულად იმ პროექტის მიმართებაში არის შეფერხებები, არამედ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც უარყოფითად აისახება. კონსორციუმის დირექტორი პასუხობს მაია წკიტიშვილსაც. ლევან ახვლედიანი არ ეთანხმება ინფრასტრუქტურის მინისტრის შეფასებას, რომ კონსორციუმმა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა და მშენებლობის ძირითად ნაწილზე არ გადასულა. კრიტიკის საპასუხოდ ახვლედიანი მთავრობას ახსენებს, რომ გზის და რკინიგზის მიყვანა მათი ვალდებულებაა და რომ ეს ორი ინფრასტრუქტურული პროექტი პორტის მშენებლობის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. პორტის გრაფიკი მშენებლობის ისევე რკინიგზის და გზის გრაფიკი უნდა იყოს ასე ვთქვათ გაწერილი რეალურ დროში და ასევე მოხდეს ამ ორი პრაქტიკულად დამოუკიდებელი პროექტის თანხმედრა იმისათვის, რომ არ მივიღოთ შედეგი, როცა პორტი აშენდებოდა და რკინიგზა და გზა მოყვანილი არ იქნება. პროექტისთვის ეს პირდაპირ დამაზიანებელია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ინვესტორები, რომლებიც ყავს შემოკრებილი ამ ბანკების ჩათვლით, და ეს ამას საჯაროდ რა თქმა უნდა ისინი არ აცხადებენ, მაგრამ ეს ესეა, ანუ მათ ადარდებთ ეს ასე ვთქვათ დამოკიდებულება ჩვენსა და ჩვენი ასე ვთქვათ სპონსორებსა და მთავრობას შორის ეს თუ ასე ვთქვათ არ გადაწყდა დროზე, ძალიან გაუჭირდებათ მათ, მე დარწმუნებული ვარ ამაში, ძალიან გაუჭირდებათ მათ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება. TBC-ის საქმეზე გამოძიების დასრულებას ელოდება, თუმცა ამ საქმესა და ანაკლის სპორტ შორის ტოლობის ნიშანს არ სვამს მაია წკიტიშვილი. ინფრასტრუქტურის მინისტრი ინვესტორს ვალდებულებებს ახსენებს და ამბობს, რომ სახელმწიფო კონსორციუმს მაქსიმალურად ეხმარება. არ დავაკავშირებდი ამ ორ საკითხს ერთმანეთთან. ანაკლის განვითარების კონსორციუმი, როგორც იცით, არის ინვესტორი, რომელმაც აიღო ვალდებულება ამ პროექტის განხორციელების. ჩვენ წლების განმავლობაში თანამშრომლობდით და ეხლაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას კონსორციუმთან იმისთვის, რომ მათ ხარი დაუჭირო და დავეხმაროთ ამ ინვესტიციის განხორციელებაში. სახელმწიფოს მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე სექტორისათვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომ ქართული ოცნება პროექტის შეფერხებას ცდილობს. NGO-ებისათვის ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ გზების დეპარტამენტი, რომელიც მანამდე ტენდერებს წარმატებულად ატარებდა, ახლა მეოთხედ ცდილობს პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მოსაწყობად კომპანიაში არჩიოს. ორი გარემოება არის ძირითადად, ერთი რომ ეს რადგან ფულის გათეთრებაზე შესაძლოა გამოძიება მიმდინარეობს და გაიწერა ეს პროცესი და აზიანებს დობას დაფუძნებლების მიმართ და შეიძლება ეს პროცესი სწორედ ამიტომ არის ხელოვნურად წამოწყებული და მეორე არის მთავრობა თავისი ვალდებულებების შესრულებას ესე ვთქვათ აჯანჯლებს ამ პროექტთან მიმართებაში, ეს არის რკინიგზის და გზის პროექტი. გონიერება ეყოფა ყველა მხარეს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის მომავალი წარუმატებლობა არ განსაზღვროს რაღაცა პირადი დაპირისპირებით და პირადი ქიშპობით. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლის პროექტი განხორციელდეს ისე, როგორც დაიწყო, განახორციელოს იმ ჯგუფმა, რომელმაც აიღო თავის თავზე ვალდებულება და $70 მილიონ მეტი უკვე ინვესტიციას ჩადო ამ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გადავაყოლოთ რაღაცა ინტრიგებს და ქიშპობას ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.
რამდენიმე სამთავრობო უწყების 12 წლის წინანდელი ტრანზაქციით ახლა დაინტერესება საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებს ღია საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელისათვის. ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ სახელმწიფო სტრუქტურები კონკრეტული ადამიანის დაკვეთას ასრულებენ. განსაკუთრებით შემოშფოთებელია ის, რაც დავინახეთ, რომ 2018 წლის ივნისიდან მიდის ერთთობლივი, ერთდროული დევნა მამუკა ხაზარაძისა და TBC ბანკის სრულიად სხვადასხვა სტრუქტურების მიერ. ეს არის ჩემთვის განსაკუთრებით დამაფიქრებელი. ყველა ეს სტრუქტურა ერთად ხომ არ ასრულებს მხოლოდ ერთი კაცის დავალებას. და რატომ ხდება ეს? ხდება ეს უშუალოდ TBC ბანკის გასანადგურებლად, თუ ხდება ეს ამ ძალიან დიდი და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის ანაკლიის პორტის ჩაშლისათვის. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მუშაობას განაგრძობს, თუმცა გაურკვეველი პერსპექტივით. ამბიციური გეგმის მიხედვით პორტმა 2021 წელს პირველი გემი უნდა მიიღოს, თუმცა აქტიური სამუშაოების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მაგივრად კონსორციუმში ამბობენ, რომ რესურს ინვესტორებისათვის განმარტებების მისაცემად ხარჯავენ. მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებს აინტერესებთ, რა ხდება მამუკა ხაზარაძის გარშემო. პასუხების მიღებამდე კი პროექტის დაფინანსებაზე საუბარი არ განახლდება. უსინდისო პროვოკაცია მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება და დოკუმენტში მწვავე შეფასებების გამო არასამთავრობოებს, ასევე საბჭოს არამოსამართლე წევრებს ადანაშაულებს. დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს საზოგადოება შეცდომაში შეყავთ, როცა ამბობენ, რომ მოსამართლეები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს აკრიტიკებენ. მოვისმინოთ დიმიტრი გვრიტიშვილის მორიგი ბრალდებები და ადრესატების პასუხი. პოლიტიზირებული და საკუთარ მანდატს გაცდენილები. ასე მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოიხსენიებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ხელისუფლების და მათი მხარდამჭერების მესიჯბოქსი თითქმის ერთ-ერთში გაიმეორა. გოგა ხაინდრავას შემდეგ ეკაგი გაურს კაპიტანი დიმიტრი გვრიტიშვილმა უწოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გაღიზიანება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა გამოიწვია, სადაც სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზეა საუბარი. დეპარტამენტისთვის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სანდო წყაროა. გვრიტიშვილისთვის კი ერთხმაში მოსაუბრე მიკერძოებული სუბიექტები. ეს არიან ადამიანები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებულ ყოველგვარ დადებით დინამიკას ჩქმალავენ. უგულებელყოფენ მსოფლიოში მესამე ადგილზე მყოფი კვლევითი ორგანიზაცია იფსოს ფრანსის კვლევას და სამაგიეროდ უდავო მტკიცებულებით ძალას და კვლევის სტატუსს ანიჭებენ კაპიტანი გიგაურის მიერ დაქირავებული ოლიკო შერმადინის მიერ შედგენილი ჭორების კრებულს, ვითომ და კორუფციის არსებობის თაობაზე, რომელიც 7 ადამიანის გამოკითხვას ეფუძნება. ამ 7-დან 5 ადამიანი ინკოგნიტოა და განაწყენებული სასამართლოს დღევანდელი მენეჯმენტის მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეებს იმ 7-ისკენ და ანგარიშის სიღრმისეულად წაკითხვისკენ მოუწოდებენ. მათთვის გაუგებარია, რატომ ესხმიან თავს მოსამართლეები, მხოლოდ იმის გამო, რომ დეპარტამენტი მათ ანგარიშებს დაეყრდნო. ისინი ეწევიან მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და ჩვენი პარტნიორი მთავრობის დისკრედიტაციას, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ თურმე ამ ანგარიშებში ჭორებზე დაყრდნობით შეიძლება რაღაცები მოხდეს. მე მგონია, რომ ეს რაღაც ჩვევაშია გადასული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როდესაც განსხვავებულ აზრს განიხილავენ როგორც აპოკალიფსს და ამ ყველაფერს უკავშირებენ სამყაროს დასასრულს, თუმცა მინდა უთხრა საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც ასე აღექვან მოვლენებს, რომ დიახ არც ეს შორს არის ალბათ ის დრო, როდესაც მათ მოუწევთ ამ სისტემიდან წასვლა. ეს სტრატეგია ხომ მხოლოდ სასამართლოს არ ეკუთვნის, მათ შორის პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ ამ ლექსიკას, ამ მიდგომას და ამ სტრატეგიას და ამ სტრატეგიას შეუერთდა სამწუხაროდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებიც. მესამე სექტორი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც დიმიტრი გვრიტიშვილის ვრცელ Facebook პოსტში მოხვდა. თავდასხმის ობიექტი საბჭოს არამოსამართლე წევრებიც გახდნენ. გვრიტიშვილმა ჯანეზაშვილი და დოლიძე პროვოკაციული განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. არასამთავრობოების და ჯანეზაშვილ დოლიძის დღევანდელი გამოხდომებიც არის უსინდისო პროვოკაცია. ცელობა იმისა, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და როგორ შუღლით ჩამოაგდონ შტატების მთავრობასა და საქართველოს მოსამართლეებს შორის. ვერ ეღირსებიან ჩვენ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. ანა დოლიძე ამბობს, რომ მოსამართლეები ნელ-ნელა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მებებია ილიკო და ილარიონის გმირებს ემსგავსებიან. საბჭოს არამოსამართლე წევრების თქმით, მოსამართლეების სკანდალური განცხადება მხოლოდ მათ იმიჯს და რეპუტაციას უქმნის საფრთხეს. ჩვენი მოსამართლეების საბჭოს წევრები
უფრო და უფრო ემსგავსებიან მე ბებია ილიკო და ილარიონის იმ გმირებს ილარიონი და ილიკოს ხედან და არჩევენ იაპონიას და გერმანიას რა გეგმები აქვს მეორე მსოფლიო ომში და როგორ სტრატეგიას განახორციელებენ. გრიტიშვილის განცხადებები ვერავის დისკრედიტაციას ვერ ახდენს, ის ისევ ეწინააღმდეგება მის იმიჯს, მის რეპუტაციას, როგორც მოსამართლისა, რადგან ვერანაირად ვერ დაგვაჯერებს ვერავინ, რომ აი ასეთი მოსამართლე შეიძლება განამტკიცებდეს საზოგადოებაში სასამართლოს მიმართულებას ან რაიმე კეთილსინდისიერ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემდეგი სხდომა სავარაუდოდ ხმაურის ფონზე ჩაივლის. შესაძლოა საბჭოს წევრებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში განიხილონ. შესაბამის მოთხოვნას დღის წესრიგში ნაზი ჯანეზაშვილი დააყენებს. ვისი აჯობებს კობახიძის ბესელიას თუ ევროპული საქართველოს ოცნების ამბოხებულების და უმცირესობის სამი სხვადასხვა კანონპროექტი ერთ თემაზე და არასამთავრობოების პროტესტი კლანი უნდა წავიდეს პარლამენტში. დღეს ნახევრად სარიელ დარბაზში, სადაც უმრავლესობით ოპოზიცია და მესამე სექტორი იყო წარმოდგენილი, უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტები განიხილეს. კომიტეტმა მხარი მხოლოდ უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს დაუჭირა. ინიციატივებზე მსვლელობა ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაგრძელდება. დეპუტატებს კი მესამე სექტორის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ არც ერთ წარმოდგენილ კანონპროექტს არ ექნება შედეგი თუ მურუსიძე ჩინჩალაძის კლანი სასამართლო სისტემას არ დატოვებს. მადლობა, ამით დღევანდელი ძალიან საინტერესო ესე იგი ამასობაში კინაღამ დამოვიწყდა მესამე კანონპროექტი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძის კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა დაავიწყდა, თუმცა საბოლოოდ კომიტეტმა მხარი პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას მაინც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ 8 საათიანი მსჯელობა დასჭირდათ. მესამე კანონპროექტს, რომლის ინიციატორები არიან ირაკლი კობახიძე და სხვა უმრავლესობის პარლამენტის წევრები, ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროთ აღნიშნულ კანონპროექტს. ანუ 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი. ეხლა უკვე ნამდვილად დღევანდელი სხდომა დასრულებულია. 8 საათიან განხილვას ესწრებოდა მესამე სექტორიც. კლანი უნდა წავიდეს. ამ ლოზუნგიანი მაისურებით მათ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ სასამართლო სისტემას გავლენები მართავს. მესამე სექტორი ამბობს, რომ ვიდრე ეგრეთ წოდებული კლანი არ წავა, სისტემა ვერ გაჯანსაღდება. დაიწუნეს კობახიძის კანონპროექტი, რადგან ფიქრობენ, რომ ის რეალური რეფორმის სურვილს არ ასახავს. ბოლომდე ვერც ერთი კანონპროექტი ვერ დააზღვევს იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვახსენებთ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ ვახსენებთ ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომ ბოლოს და ბოლოს კლანი სასამართლო სისტემიდან უნდა წავიდეს. საბჭოს ამ შემადგენლობას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე ძირეული შეცვალოს სასამართლოში და საბჭომ თავისი სახე აჩვენა გასული წლის დეკემბერში საზოგადოებას, როდესაც მიუსაჯა ამ ქვეყანას და ამ საზოგადოებას უადოდ დანიშნული ლევან მურზე. სამი კანონპროექტის განხილვა ნახევრად სარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. დამსწრეთა უმრავლესობას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი წარმოადგენდნენ. სხდომას უმრავლესობის მხოლოდ 2 დეპუტატი ესწრებოდა. კომიტეტის თავმჯდომარე და ოცნების წევრი გურამ მაჯარაშვილი. ოპოზიციისთვის ეს იყო დასტური იმისა, რომ ხელისუფლებას კობახიძის კანონპროექტის დამტკიცება უკვე გადაწყვეტილი აქვს. ჩვენ კოლეგები მაინტერესებს ამ კომიტეტის წევრები არ არიან თუ უბრალოდ ჩაძარია მართლა. მე მოვიდნენ, ანუ არ აინტერესებთ ესეთ საკითხები მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს. კარგ ბატონ ლევან, რომ ამ შემთხვევაში გამოვა რომ გადაწყვეტილება როგორ უნდა მიიღო, ხო? თქვა მოусმენ, არავის არც ამას, არც მე, არც შემდეგ გამომსვლელს, რა პრინციპით უნდა მიიღონ. მათთვის იქნება უხერხულობა თორემ. უმრავლესობა დიდი ხანია ჩამოყალიბებულია, რომ ვერანაირად ვერ აღწევს კლანის კლანჭებს თავს. ამაზე მე მგონი სამწუხაროდ საკამათო არ აღვ სხდომათა დარბაზში ყველაზე ხშირად სიტყვა კლანი ისმოდა. ევროპული საქართველო ამბობს, რომ ხელისუფლებას მურუსიძე ჩინჩალაძის დაჯგუფება მართავს. მართველი პარტიის მორჩილებამ მათი მტკიცებით სასამართლო უმძიმეს კრიზისამდე მიიყვანა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმაც უნდა წარუდგინონ. ინიციატივას არაკონსტიტუციური უწოდა უმრავლესობიდან დამსწრე ერთადერთმა დეპუტატმა, რომელმაც სიტყვით გამომსვლელს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებაც ურჩია. ეს კლანი არის გარიგებაში საქართველოს ხელისუფლებასთან, კერძოდ მის არაფორმალურ მმართველთან, პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან. ევროპული საქართველო გთავაზობთ
რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერ წევრს ჰქონდეს უფლება, რომ პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი კანდიდატურა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ პასუხებს იძლევით ჩემ კითხვებზე, ეს თქვენი უფლებაა, მე მაინც ერთი წამით პარლამენტში ვარ, საბავშვო ბაღში ხო არა ვარ. ეს არის საკანონმდებლო ორგანო, აქ არის ლაპარაკი პოლიტიკაზე. პარლამენტს კონსტიტუციით აქვს შიდა და გარე პოლიტიკის განსაზღვრის უფლება. მე-20-ჯერ ამბობს, რომ პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკო. პარლამენტში ვარ. ქართულმა ოცნებამ არაკონსტიტუციური უწოდა ეკა ბესელიას კანონპროექტსაც დაიწუნა 9 დეპუტატის პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეა. ამ ინიციატივის გარდა ბესელია ამბობს, რომ მათი კანონპროექტი იუსტიციის საბჭოს წევრს უზენაეს სასამართლოში მოხვედრის შანსს უკარგავს. მოსამართლეთა სადავოსიას დეპუტატებმა გვერდი ვერც ამჯერად აუარეს. ეხლა სადაც ახალი პროცედურა შემოგვაქვს, რომ ამ პროცედურით დამატებით ვქმნით კონკურსის შესაძლებლობას, ახალ პროცესს ვქმნით, კენჭისყრა კრიტერიუმები წერია. ეს არ მოწონს იმ ადამიანებს და ამბობს, რომ კონსტიტუციასთან თლათ ესე ვერ არისო, თავსებადიო. ეს ის ხალხი ამბობს ამას, ვინც ისია, რომელიც შემოვიდა ატკაციანი, თქვა, რომ ისო კონსტიტუციის დაცვით მოხდა, რომელსაც არანაირი პროცედურა არ გაუვლია. მწვავე დაპირისპირებას ხდომაზე ანრი ოხანაშვილის სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია. მას ყოფილი თანაგუნდელები და მესამე სექტორის წევრები დაუპირისპირდნენ. უმრავლესობის ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს შორის ბრალდებები კობახიძის კანონპროექტის ირგვლივ ისმოდა. ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა ოცნების წევრს მოსამართლეთა ლობირებაში დასდო ბრალი. ის რომ რაც წარმოადგენეს და რა ფორმითაც მოხდა წარმოდგენა, რო არ მოგვეწონა და რო არ მოგწონდა ეგ პროცესი და ერთი წუთით მაგასაც გეტყვით, რატომ ვერ ვილობთ, გეტყვით მაგასაც. შესაბამისად, ამიტომ შევაჩერეთ ეს პროცესი და ამიტომ შევაჩერეთ. აბა შენ შეაჩერე ლევან. შენ არ შეგიჩერებია პროცესი. არანაირი როლი არ ქონდა. კიდევ ერთხელ გთხოვთ რა ლევან. ანდრე, ეხლა დამელოდეთ, დამაცადეთ პასუხი გაგცეთ. ეხლა არ გინდათ პასუხის მოსმენა და რა გავაკეთეთ მითხარი. არ გვინდა ძალიან. აბა რატო უწვალობ ამდენს, უწვალობ. პროკურორი ხარ, კიდე არას რომ მეკითხები? რა იყო? აბა რა კიდე არა, მე კიდე შენ დემაგოგიას ვისმენდა. რატო არ გინდა მოისმინო პასუხი? ბატონო ანრი. პროცესი შეაჩერა ქართული ოცნების გუნდმა და არა რომელიმე ინდივიდუალმა დეპუტატმა. შეაჩერა ქართული ოცნების. ეხლა ან უზრუნველყავით ბატონო თავმჯდომარე. ქართული ოცნების გუნდმა მოისმინო პასუხები თუ არა და ვაცალოთ. გუნდმა შეაჩერა უკეთ. ძალიან გთხოვთ. საპროცედურო კომიტეტის პოზიცია უკვე ცნობილია. კობახიძის კანონპროექტმა 6 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. საკანონმდებლო ინიციატივა ღია კონკურსს ითვალისწინებს და საბჭოს მოსამართლე წევრებს კონკურსში მონაწილეობის უფლებას უტოვებს. სამ ალტერნატიულ კანონპროექტს ხვალ არასამუშაო დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რაც ოპოზიციაში აჩენს ეჭვებს, რომ კობახიძის დაჯგუფება დაჩქარებული წესით განიხილავს საკუთარ კანონპროექტს. კლანი უნდა წავიდეს. ამ პროტესტის მიუხედავად არასამთავრობო სექტორი ეჭვობს, რომ კობახიძის კანონპროექტს უმრავლესობა საგაზაფხულო სესიამდე მიიღებს. ხმაური სიტყვიერი დაპირისპირების და ოპოზიციის პროტესტის ფონზე თბილისის გენგეგმა დამტკიცებულია. გენგეგმა დღესვე რომ დამტკიცდებოდა, დილიდან უკვე დამტკიცებულად მოგვილოცა დედაქალაქის მერმა. ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი კი ტექნიკური ხარვეზი გახდა, რომელიც როგორც თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, გამოსწორდება. ეს ხარვეზი შეეხება 15000-ზე მეტ კვადრატული მიწის ნაკვეთს, რომელიც ბოტანიკური ბაღის კუთვნილება, თუმცა გენგეგმის მიხედვით ზონალური სტატუსი ეცვლებოდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის ეზოს მომიჯნავედ მდებარეობს და ზონალური სტატუსი ამ ტერიტორიას ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო შეიცვალა. რაც მოგვიანებით ქალაქის მერმა უარყო საკრებულოში სანამ გენგეგმას განიხილავდნენ, მანამდე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ბოტანიკური ბაღის ნაწილის სტატუსის გამო ლევან ხაბეიშვილმა და მაია ბითაძემ იკამათეს. გადაწყვეტილება მიღებულია 37 მომხრე 4 წინააღმდეგი. ამ შედეგი დასრულდა თბილისის მერის მიერ ისტორიულ გადაწყვეტილება წოდებული საკითხის კენჭისყრა. ოპოზიციის კრიტიკისა და წინააღმდეგობის მიუხედავად საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის პროექტი დაამტკიცეს. თბილისის გენგეგმის დამტკიცებას წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. როგორ ეძახიან გენგეგმას ჩვენი ოპონენტები? კალაძე ივანიშვილის გეგმა. უკაცრავად ეხა მართლა ყავის ლაქა გამიგია, ღვინის ლაქა გამიგია და ერზეურის ლაქა აღარ გამიგია მართლა კაცო. რა შეშავს ლაქა იყო ხო? შეცდომა დაუშვით, თქვით რომ შეცდომა დაუშვით. რა არ გინდათ ეს გაღმა შედავება?
ლაკა ტექნიკური ხარვეზი თუ ივანიშვილი კალაძის ბიზნეს ინტერესები. გენგეგმის პროექტის დამტკიცებამდე საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა პროექტის ერთ-ერთ რუკაზე ნახეს, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის 14500 კვადრატული მეტრი ზონალურ სტატუსს იცვლიდა, რის გამოც ტერიტორიაზე დასაშვები ხდებოდა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის სახლსა და მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება. ამიტომ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ პროექტში ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. და ზონალური სტატუსი ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო შეიცვალა. ივანიშვილის ღობესთან რომ რაღაცა შეცდომა შეიძლება მოხდეს შემთხვევით, მე არ მჯერა მაგალითად და ალბათ საზოგადოების ნაწილსაც. თქვენ მაინც როგორ არ ნახეთ, ბოტანიკურ ბაღზე 1-1 როდო და 14000 და ეს როგორ არ ნახეთ? რუკა საერთოდ არ კითხულო? ლევან, აი გაოცებული ვარ პირდაპირ შენი ფანტაზიის უნარით. რამდენი მოასწარი აი ამ ძალიან მოკლე დროში. გერ არის არსებული გენგეგმა, რომელზეც აქ ედო საცხოვრებელი ლევან. ეს იბატონო საცხოვრ არა რეკრეაცია კი არ შეიცვალა. ეს ბოდიში. ლაშ. არა, უკაცრავად არა. ერთი წამი. რომელზეა საუბარი? ერთი წამი, მე ჩემ სიტყვაში. ეხა ერთი წუთი პრობლემა არ არის. ერთი წუთი. ბიჭო, სამ წუთში სუთხუილები ილაპარაკე და ვინმეს რა გიკვირს დაჯექი ლევან. გენგეგმაში აღმოჩენილი ხარვეზების შესწორება თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა პროექტის დამტკიცებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტანეს, თუმცა ირკვევა, რომ მერიამ და სითი ინსტიტუტმა ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ იცოდა. ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ რუკაზე, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიას ზონალური სტატუსი უნდა შეცვლოდა, ტექნიკური ხარვეზი იყო. R2 ედო, უშინ თუ არა? R2 ერთი წუთის შევთანხმდით, რომ R2 არ ნიშნავს განაშენიანებას. ბოტანიკური ბაღი ეს ხარვეზი იყო თუ არა? ხარვეზი არის და მე ჩვენ ეს თქვით და ხარვეზი სწორად. რეკრეაციო ზონები რო შეიცვალა საცხოვრებელი ზონა ექვსებით, უამრავ ესეთი რესტორანი და ერთსაც გეტყვი. არა, თან დაახოთ სიტუაციის ნაწილი კი არა, ნახეთ, რომ იქ საცხოვრებელი სახლები დგას. შავ-თეთრი არის და ფერადი არ მაქვს გამოგებული უკაცრავად. საცხოვრებელი სახლები. ყველას მოგიტანთ. კი, ყველას მოგიტანთ. საცხოვრებელი სახლები დგას. აი ეს უცებ შემომწირველები რატო ხდებიან, რომ ლანდშაფტურ რეკრეაციაში, აი მაგალითად, აი ამას ლანდშაფტურ რეკრეაციო ზონაში როგორ მოხდა უცებ საცხოვრებელი ზონა 2. აი მაგალითად ვინმე ვახტანგ ლიპარტიანი, რომელიც არის ქართული ოცნების შემოწირველი 37000 ლარი. ანუ ესეთი ფაქტები რომ ასობით არის შემთხვევით არის? გამწვანების ზონებში იქნება საცხოვრებელი ზონა. ანუ დღეს რომ გამწვანების ზონა ადევს, იქ შესაძლოა მაღალსართულიანი კორპუსები მივიღო და ესეთი არის ათასობით. შესაბამისად ეს არის დოკუმენტაცია, რომელიც ამას ადასტურებს. თბილისელებს უკლავენ ბოლო იმედს იმისას, რომ ისუნთქოს. ბოტანიკური ბაღის ერთი ნაწილის 14000 კვადრატულის GIS ფაილებიდან, ანუ კომპიუტერებიდან ონლაინ გადატანის დროს მოხდა ცდომილება და ოღონდ ეს ცდომილება მინდა ვთქვა, ჩვენ ცდომილების შესახებ გავიგეთ რამოდენიმე თვის წინ. გენგეგმის ავტორების თქმით, ისინი ხარვეზების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა ვინ დაუშვა შეცდომა და რატომ არ გამოასწორეს ამ დრომდე. ამ კითხვებზე სითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს კონკრეტული პასუხები არ აქვთ. ჩვენ უკვე შეგვიძლია დავივიწყოთ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული თემა, ეს იყო გარკვეული ხარვეზი. ისიც რეკრეაციული ზონა არის, რადგან იყო საუბარი, რეკრეაცია 2 არის და არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც ეხლა ვიღაც ადგეს და მიიღოს ყველანაირი ნებართვა, თან მით უმეტეს მშენებლობასთან დაკავშირებით, საპარკო მშენებლობებიც გულისხმება და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვეთანხმები ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს იყო ხარვეზი და იყო ეს ხარვეზი და ძალიან კარგია, რომ სასწრაფო რეაგირება მოხდა მერიასა და საკრებულოს მიერ და უკვე გასწორებული ესა ახალ რუკაზე უკვე ამ გასწორებულს იხილავთ ამ კორექციულ ნაწილს. იყო 1-2 ტერიტორია კიდევ სადაც რეგულირების გეგმები დამუშავდა ბოლო რამოდენიმე თვეა. ბოტანიკური ბაღის გარდა გენგეგმის პროექტში ოპოზიციისთვის კითხვის ნიშნებს მზიურის პარკის საკითხიც აჩენს. ოპოზიციის განცხადებით, გენგეგმის პროექტის მიხედვით, ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანიის სასარგებლოდ მზიურის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონას სტატუსს უცვლიან, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფენ უმრავლესობის წევრები. თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე სითი ინსტიტუტი 2015 წლიდან მუშაობდა, თუმცა მერიამ პროექტი რამდენჯერმე დაიწუნა, რის გამოც მისი მიღება ამ დრომდე ჭიანურდებოდა. დოკუმენტის შესაქმნელად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.800.000 ლარი გამოიყო.
ეგრეთ წოდებული დედოვშინა რა ხდება ჯარში ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე სამხედრო პოლიციამ 2 წვევამდელი დააკავა. პირებს ბრალი უკვე წარედგინათ. გამოძიება დაკავებულებს წვევამდელის ქაზიმ გახრამანოვის ცემას და ფულის გამოძალვას ედავება თავდაცვის სფეროს ექსპერტები ქვეყნის უსაფრთხოების საფაეროში არსებული სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ. ანალიტიკოსები თავდაცვის სამინისტროს სკანდალზე საუბრობენ, სადაც წვევამდელთა ცემისა და ფულის გამოძალვის ფაქტებმა იმატა და აცხადებენ, რომ განვითარების ნაცვლად უკან უკვე დავიწყებული დედოვშინის დაბრუნება სწორედ უსაფრთხოების სექტორში კრიზისის მაჩვენებელია. ბრალდებებს თავდაცვის მინისტრი ეხმაურება. ძალადობის და ფულის გამოძალვის ფაქტი ჯარში. წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვის თქმით, გრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მას სამხედროების ცემდნენ და ფულს ძალავდნენ. გახრამანოვის ძმა ტევე პირველთან ინციდენტის დეტალებს იხსენებს. ის ყვება, რომ 5-მდე სამხედრო მის ძმასთან ერთად ფულს სხვა ჯარისკაცებსაც ძალავდა და მათი სახელფასო ბარათიდან თანხა გამოჰქონდა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მის ძმას სამხედროები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა. ეს ყველაფერი კი მეთაურის თანდასწრებით ხდებოდა, რომელიც ჯარისკაცებს ემუქრებოდა, რომ ძალადობის შესახებ არაფერი ეთქვათ. ღამის 2 საათი იყო, როდესაც მათ ეძინათ და გააღვიძეს. ეუბნებოდნენ, რომ მოეცათ ფული, რომელიც ჯიბეში ედოთ. ისინი დაემორჩილნენ და მისცეს. შემდეგ კი საბანკო ბარათები მოთხოვეს და იქამდე ცემეს, სანამ კოდი არ უთხრეს. ჩემს ძმას თვალი აქვს დალურჯებული. ქაზიმ გახრამანოვის სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს. მისი უფლებადამცველი ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვს. მისი ინფორმაციით ფულის გამოძალვაში 5-მდე სამხედრო მონაწილეობდა. მიაწოდა ყველა დეტალური ინფორმაცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით, უნდა დადგინდეს პირველ რიგში დამნაშავე პირები და შემდგომ რა თქმა უნდა მოხდეს მათი უმკაცრესად დაზრდა. სამხედრო პოლიციამ საქმეზე 2 ჯარისკაცი დააკავა. ისინი სამხედრო ნაწილიდან პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სამინისტროს ინფორმაციით გრწანისის ეროვნული ცენტრიდან 7 მეთაურია გათავისუფლებული. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უწყებას ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, იქამდე ვიდრე ფაქტი მედიით არ გასაჯაროვდა. დაზარალებულმა, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, არც ჩვენი სტრუქტურის ფარგლებში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოს, არც სამედიცინო პუნქტში, არც მეთაურთან არ უთქვამს თუ რამ გამოიწვიეს დაზიანება, ოჯახის წევრებს გაუზიარა სიმართლა და როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ, დავადგინეთ რეალურად რა მოხდა და შესაბამისად დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მეუძღვის ბრალი. ლევან იზორია ამბობს, რომ ჯარისკაცებისთვის შეურაცხყოფელია განცხადებები, თითქოს ქართული ჯარი 90-იან წლებს უბრუნდება. მინისტრი დაუმსახურებელს უწოდებს სამხედრო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მიერ ახალწვეულ ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს. ეს არის ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ასეთია გენერალური შტაბის უფროსის პოზიცია. განცხადებები თითქოს და ეს საჰმაყო ინსტიტუტი 90-იან წლებს უბრუნდება. არის მარტივად რო ვთქვათ, თითოეული საჰმაყო ჩვენთვის ჯარისკაცისთვის შეურაცხყოფელი. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე ასხავს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია. სამწუხაროა ის, რომ ნებითად უნებლიეთ ბევრი ადამიანი ხდება საქართველოს მტრების ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სამხედრო პოლიციის მოქმედება დაგვიანებულია. მათ ეჭვი აქვთ, რომ ძალადობის ფაქტები სხვა სამხედრო ბაზაზეც ხდება და ფულის გამოძალვას წვევამდელებზე სისტემური ხასიათი აქვს. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერზე გამოძიება დაიწყო და აქტიური ქმედებები სამხედრო პოლიციამ განახორციელა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გახდა საჯარო. არ ვიცით რა ხდება სხვა სამხედრო ბაზაზე, რამდენად სისტემური და კომპლექსურია ეს პრობლემა. სამწუხაროა, რომ ბატონი მინისტრი ამ შინაარს არ უღმავდება და ცდილობს, რომ თვითონ ფაქტზე გაამაყვილოს ყურადღება კრიტიკისა და არა იმაზე, რაზეც არის მიმართული კრიტიკა. კრიტიკა არის მიმართული იმაზე, რომ ჯარში დაბრუნდა საბჭოთა პერიოდის ამ ტერმინის მიხედვით დედოვშინა, როდესაც უფროსები უმცროს, ასე ვთქვათ, შემადგენლობას ფულს ძალავენ და ცემენ. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა.
ოპოზიციის მსგავსად სამხედრო ექსპერტებიც ამბობენ, რომ მათი კრიტიკა საფუძვლიანია და ის არაჯარის დისკრედიტაციას, არამედ მის გაძლიერებას ემსახურება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქართულ ჯარს არა მათი კრიტიკა, არამედ ის პროცესები აზიანებს, რაც სამხედრო ბაზებზე ხდება. ძალიან იშვიათად არის და თითქმის გამორიცხულია, რომ იზოლირებული და ცალკე აღებული შემთხვევა იყოს. როგორც წესი, როცა ეგ სისტემა იმკვიდრებს თავს სადმე, ეს არის მასობრივი. შესაბამისად, აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ ეს რაღაცები იყოს ძალიან ბევრ სხვადასხვა ქვედანაყოფი და ჯერ არ ჩანს. ამ რეპუტაციას აზიანებს სწორედ აი ესეთი ფაქტები, რის გამო ჩვენ ვაკრიტიკებთ თავდაცვის სამინისტროს. ეს არის ეგრეთ წოდებული რუსული დედოვშინის აღდგენა, ეს არის ფულის გამოძალვა, ეს არის კორუფციის ფაქტები და იმის მაგივრად რომ ამ კრიტიკაზე არგუმენტირებულად უპასუხონ ან გამოასწორონ შეცდომები. ხა აქეთ დადანაშაულება ქართული ჯარის რეპუტაციის დაზიანებაში მინიმუმ არის უპასუხებლობა. დაზარალებული ქაზიმ გახრამანოვი კრწანისის საწვრთნელი ბაზიდან სამხედრო სამსახურს ნორიოს ბაზაზე გააგრძელებს. დაკავებულ სამხედროებს ბრალი უკვე წარუდგინეს. მათი აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო 2 დღის ვადაში იმსჯელებს. უცნობია რა ბედიელით მეთაურებს, რომლებსაც გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ. შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულები ერთ ასოციაციაში ერთიანდებიან. მთავარი მიზანი გამოცდილების გაზიარება და პროგრესული ინიციატივების მხარდაჭერა, რამაც საბოლოოდ ქვეყნის განვითარებაზე პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს. ასოციაციის წევრები სხვადასხვა პროფესიული გამოცდილებით ერთმანეთს აძლიერებენ და ეხმარებიან მათაც, ვისაც სურთ, რომ შტატების გაცვლითი პროგრამების მონაწილე გახდეს. მარიამი, დოდო და მურადი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეები არიან. მათ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. შტატებიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ალუმნების ასოციაციაში ეპაკში გაწევრიანდნენ. ერთობაში, რომლის მთავარი მიზანიც გამოცდილების გაზიარება და პროგრესული ინიციატივების მხარდაჭერაა, რამაც საბოლოოდ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი. სხვადასხვა ასაკის პროფესიული გამოცდილების და კარიერული გზის პროფესიონალები 2014 წლიდან შტატების მთავრობის გაცვლითი პროგრამების ახალბედა მონაწილეებს ეხმარებიან. დაინტერესებულებს იმ შესაძლებლობებს აცნობენ, რასაც ამერიკული პროგრამები იძლევა. დოდო გოცირიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლის დასრულების შემდეგ 2006 წელს წავიდა. ერთი წელი ის ამერიკულ ოჯახში ცხოვრობდა და ჩართული იყო სხვადასხვა სასკოლო და მოხალისეობრივ აქტივობაში. ამერიკულ ოჯახთან ერთად მოგზაურობდა და სწორედ მათთან ერთად ეცნობოდა სიახლეებს. ერთად უმკლავდებოდნენ გამოწვევებსაც. საქართველოში დაბრუნდა, თუმცა იმ პროგრამისაგან, რომელმაც მას მნიშვნელოვანი გამოცდილება შესწინა, შორსაც არ წასულა. დღეს ის საკუთარ ემოციებსა და გამოცდილებას სწორედ ანალოგიური პროგრამის ფლექსის მონაწილე ახალგაზრდებს უზიარებს. მათი შერჩევის პროცესშია ჩართული. გამგზავრებამდე რჩევებს აძლევს და ერთი წელი მუდმივ კონტაქტზეა ახალი გამოცდილების შესაძენად ოკეანის მიღმა წასულ ახალგაზრდებთან. ჩემი ერთი აკადემიური წელი გავატარე ვირჯინიაში, ლოკასდეილში, ცხოვრობდი მარტინების ოჯახში. მას შემდეგ მეგობრობთ და გვაქვს ხშირი კომუნიკაცია. პირველ რიგში ყველაზე მოსაწონი ჩემთვის რაც იყო, შემეძლო აკადემიურ ნაწილში მეც ჩართულიყავი. ანუ ამ ერთ შეისაგნები, რაც რეალურად მაინტერესებდა და არა ისაგნები, რაც კურიკულუმით გათვალისწინებული იყო. როგორც იყო, ვისწავლე ესპანური, ფსიქოლოგია და ისეთი საგნები, რასაც მაშინ საქართველოს აკადემიური ნაწილი არ ითვალისწინებდა. პროგრამის ძირითადი მიზანია, რომ ქართული კულტურა მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს ამერიკაში და პირიქით იქ შეძენილი ცოდნა და უნარები საკუთარ ქვეყანას მოახმარონ. ნიუ-იორკში ბარდის კოლეჯში სწავლობდა მარიამ ხატიაშვილი. ის ამერიკაში სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის მკვლევართა გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტატუსით წავიდა. ამ მნიშვნელოვან გამოცდილებას დღეს მარიამი ამერიკის მცოდნეობით დაინტერესებულ სტუდენტებს უზიარებს. 4 სალექციო კურსი იმ ინფორმაციასაც აერთიანებს, რაც მან შტატების სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მოისმინა და ისწავლა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მე ამ პროგრამაში მონაწილეობისას მივიღე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მთავარი არის ის
რომ საქართველოს დაბრუნების შემდეგ როგორ წარმართავთ იქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას. და აი ამ გამოცდილება მე მომცა შესაძლებლობა რომ შემექმნეს სხვადასხვა სალექციო კურსი, სილაბუსი და საქართველოში პირველად ამერიკულ ცოდნას და გამოცდილებაზე დაფუძნებით ახალი თაობისათვის სტუდენტებისთვის გადამეცა ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მიმართულებით. საუკეთესო შესაძლებლობა შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლით პროგრამაში მონაწილეთათვის არის ის, რომ აქტიურად ჩაერთონ გაცვლით პროგრამის შემდგომ აქტივობებში. სწორედ ამიტომ არსებობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლით პროგრამის საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია, სადაც სხვადასხვა პროგრამის ალუმნი ვერთიანდებით ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში. მაგალითად ამ მიმართულებით აღსანიშნავია დასაქმების ფორუმების მოწყობა, ასევე საგანმანათლებლო სახის შეხვედრები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის და ასევე თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ დამატებითი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მისაღებად შტატებში გაემგზავრა მურად ხარაიშვილიც. ის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. შტატებში ყოფნისას პროფესიული ინტერესის შესაბამისად პროექტები შეიმუშავა. დაბრუნების შემდეგ კი საქართველოსა და შტატების დაახლოების საქმეში წვრილი საჯარო და კერძო სტრუქტურებში მუშაობით შეაქვს. აქტიურადაა ჩართული ასოციაციის საქმიანობაშიც. ძირითადი აქცენტი მაინც კეთდება განათლებაზე. ძირითადად ვახდენთ რეგიონებზე გვაქვს ახლა მაგალითად წელს ესეთი აქცენტი აღებული, რომ გვინდა რომ რეგიონებში არსებული კონტინგენტს ახალგაზრდობას მივაწოდოთ არსებული შესაძლებლობები, გავაცნოთ არსებული შესაძლებლობები და აუხსნათ მათი პლუსები, რას მიიღებენ შესაბამისად და რა უნარჩვევები ჭირდებათ. ამაში არის ჩართული ასე ვთქვათ სამოტივაციო წერილის დაწერა, CV-ს დაწერა, აპლიკაციის მომზადება და აი ძალიან ისეთი საბაზისო თემები, რომლებიც შეიძლება ინტერნეტში კი არის, მაგრამ არის ძალიან ისეთი უხეშად გაწერილი და ჩვენ ვაძლევთ კონკრეტულად აი გამოცდილების შედეგად. შტატებში მიღებული ცოდნა, როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ ისეთი კარდინალურად განსხვავებული მიდგომები აქვთ მათ, ასე ვთქვათ, ბიზნეს წარმოების, გარკვეული სახის ადაპტირების შემდგომ, დაბრუნების შემდგომ ისევ გავაგზავნილი კერძო სექტორში მუშაობა ცოტა ხნით, თუმცა შემდგომ უკვე საჯარო სექტორში ეს პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეები აუცილებლად მინიმუმ 2 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყვნენ თავის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ და ეს თავისი ცოდნა მიღებული გამოცდილება მაქსიმალურად დაენერგათ თავის ქვეყანაში. ერთმანეთის იდეების მხარდაჭერისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების გარდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეების ასოციაციის კიდევ ერთი მიმართულება მათ მიერვე შექმნილი პროექტებია. ამერიკის საელჩოს ალუმნების პროგრამის გრანტის ფარგლებში ასოციაციის წევრები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. ეპაგის ორგანიზებით 2014 წლიდან დღემდე მრავალი ღონისძიება და აქტივობა გაიმართა. კონკრეტული ჯგუფების გაძლიერება, პროფესიული ღონისძიებების მოდელირება და რეალური აკადემიური აქტივობა ეპაგის საქმიანობის ნაწილია. მე ინფორმაციით ორშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.